Armata! Пострел! კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების კონტურები ნელ-ნელა იკვეთება. დედაქალაქებში ადასტურებენ, რომ ამ საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან პროაქტიული კონტაქტია. ვიდრე პროცესი საჭირო ფაზაში გადავა და კონკრეტულ თარიღებზე თუ დათქმებზე მივა საქმე, ვოლოდიმირ ზელენსკი კითხვებს პასუხობს. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მზადაა პუტინთან ერთად საერთო მაგიდას მიუჯდეს, მიუხედავად ყველაფრისა. თუ ხალხს ჯერა რომ დიპლომატიურ გზაზე უნდა გადავიდეთ და მე მჯერა რომ მზად ვართ, მაშინ პუტინს დაველაპარაკებით. თუ ეს იქნება ერთადერთი სქემა, რომლის წყალობითაც შევძლებთ მშვიდობა მოვუტანოთ უკრაინელებს და არ დავკარგოთ ხალხი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე წავალთ. მიუხედავად იმისა, რას გვგრძნობ მის მიმართ, მე არ ვიქნები მის მიმართ კეთილი. მე მას მტრად ვთვლი და ვფიქრობ, რომ მასაც მტრად მივაჩნივარ. ანდრეი ირმაკი პრეზიდენტის ოფისიდან უკვე ესაუბრა მაიკლ ვალტს ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს. უკრაინას ტრამპმა ფრთხილი ოპტიმიზმის საბაბი უკვე გაუჩინა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინის დახმარების სანაცვლოდ მისგან სასარგებლო მინერალებზე წვდომა მოითხოვა. უკრაინას აქვს ძალიან ღირებული ნიადაგი. ჩვენ ვაძლევთ მათ თანხას, აღჭურვილობას, იმაზე მეც, ვიდრე ევროპელები და ქსურს გქონდეს გარანტიები. კერძოდ, ქსურს გარიგება დავდოთ უკრაინასთან. ისინი მიიღებენ იმას, რასაც ჩვენ ვაძლევთ მათი იშვიათი მინერალებისა და სხვა რაღაცების სანაცვლოდ. შეთავაზება უკიდურესად ეგოისტურად ჟღერს ოლაფ შოლცისთვის. გერმანიის კანცლერი ამჯობინებს უკრაინამ საკუთარი რესურსები კონფლიქტის შემდეგ დამოუკიდებლად აღიდგინოს. სხვაგან წყობა უკრაინაში. კიევის შიში, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია უკრაინის დახმარებაზე უარს იტყოდა, იმით შეიცვალა, რომ ტრამპმა უკრაინას კომერციული თვალით შეხედა. თუ გრენლანდიისთვის მსგავსი იდეა საგანგაშოდ გამოიყურებოდა, კიევისთვის იგი აბსოლუტურად მისაღებია. ეს იმიტომ, რომ ერთი ვაშინგტონში მეგობარს ხედავს და მეორე. იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ დასახელებული მინერალები, როგორიცაა გრაფიტი, ლითიუმი, ტიტანი, ბერილიუმი და ურანი, რეალურად უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთით მოიპოვება. ანუ იქ, სადაც რუსეთმა საკუთარი ჯარები გაამაგრა. შესაბამისად, ვაშინგტონის დაინტერესება კიევს ესმის, როგორც რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაინტერესება უკრაინის იშვიათი ლითონებით არის შეთავაზება კიევისთვის ამ გზით სამხედრო დახმარება შეიძინოს. ეს არის შეთავაზება უკრაინისთვის, რომ დახმარება იყიდოს. ანუ არ გააგრძელოს მისი მიწოდება უსასყიდლოდან სხვა საფუძველზე, არამედ მიაწოდოს კომერციულ საფუძველზე. მილიარდებად შეფასებული რესურსები, რომლებსაც დონალდ ტრამპმა დაადგა თვალი, ელემენტების, სარადარო სისტემების, ჯავშნების გასაკეთებლადაა აუცილებელი. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ელემენტია თავდაცვისა და ტექნოლოგიური ინდუსტრიებისთვის. უკრაინაში მისი მოპოვება ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩინურ მინერალებზე დამოკიდებულებას შეუმცირებდა. თავად ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ეს ყველაფერი სამართლიან გარიგებად აღიქმება და მოლაპარაკებებისთვის ღიაა.